შეიძლება თქვა დავიწყოთ რომის დაცემიდან და დავამთავროთ კონსტანტინოპოლის დაცემით, ან თქვა დავიწყოთ რომის იმპერიის თქვა გაქრისტიანებით და დავამთავროთ გერმანიაში დაწყებული რეფორმაციით და სხვადასხვანაირი ქრონოლოგიებია, მაგრამ მიახლოებით ჩარჩოები მაინც არის ან მე-15 საუკუნეები, ან ჩვენ შემთხვევაში ახლა ეგ რადგან აგვიან ანტიკურობა ცალკე გამოვიტანეთ ჩვენ და განვიხილეთ როგორც ცალკე პერიოდი, დავიწყოთ შეგვიძლია მე-7 საუკუნიდან, შუა საუკუნეებით და დავამთავროთ სადღაც მე-15 საუკუნით. იმიტომ რომ მე-16, მე-17 საუკუნეები უკვე სამხედრო თვალსაზრისით არის განსხვავებული. ანუ მე საერთოდ მინდა რომ ეს ქრონოლოგიური დაყოფა ჩვენ საგანზე უფრო მოვახდინოთ, არა პირდაპირ თქვა სხვა ნიშნებით, ანუ სოციალური და პოლიტიკური და შემდეგ, აი თვითონ კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით შეგვიძლია დავყოთ, იმიტომ რომ მე-15 საუკუნის ბოლოდან ძალიან აქტიურად ჩდება უკვე ცეცხლსასროლი იარაღი, ჩდება დენთი შემოდის განსაკუთრებულად ხმარებაში, ეს მერე ქვეითი ჯარის ტაქტიკას მთლიანად ცვლის, ქვეითი მეომარი ხდება უპირატესი ბრძოლის ველზე და აი ამიტომაც ეს შუა საუკუნეების დასასრულად შეგვიძლია მე-15 საუკუნე მივიჩნიოთ, აი მე-15 საუკუნეში დავამთავროთ ჩვენ შუა საუკუნეების შესწავლა და დავიწყოთ უკვე ახალი ეპოქა, თანამედროვე ეპოქა, ეგრეთ წოდებული modern era, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენს და მერე უკვე გადავალთ ასაკურველი ეგრეთ წოდებულ pike and shot-ის პერიოდზე, ანუ შუბისა და ცეცხლსასროლი იარაღის მონაცვლეობით გამოყენების ტაქტიკებზე, რომელიც მოიცავდა ევროპას, აი მე-16 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, აი განსაკუთრებით 30 წლიანი ომის პერიოდს. მაგრამ დღეს ბუნებრივია ჩვენ საუბრობთ შუა საუკუნეებზე და შეგვიძლია დავიწყოთ უფრო ყველაზე ადრეული შუა საუკუნოვანი სახელმწიფოებით ევროპაში და მათი სამხედრო საქმით. ეს არის ბარბაროსთა სამეფოები. ბარბაროსთა სამეფოები თქვენ იცით რომ დაარსდა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, დასავლეთ რომის იმპერია როდესაც დასრულდა, ოდოაკრმა გაუგზავნა რომის იმპერატორის გვირგვინი კონსტანტინოპოლის იმპერატორს, ანუ ბიზანტიის იმპერატორს, ვინაიდან ის იყო რომის იმპერატორი, ითვლებოდა რომ ამ შემთხვევაში ამ სივრცეში კვლავინდებურად იყო ერთი და ეს იყო ბიზანტიის იმპერატორი. აი სწორედ აი მე-5, მე-6 საუკუნეები ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ დასავლეთ იმპერიის ტერიტორიაზე ჩნდება ბარბაროსთა სამეფოები, ესენი არის თქვა ოსტგოთების სამეფო, ვესტგოთების სამეფო, ფრანკების, ბურგუნდების, ანგლოსაქსების ბრიტანეთში და ასე შემდეგ, ვანდალების და ალანების აფრიკაში, მაგრამ ეს ყველა სახელმწიფო მაინც თითქოს აღიარებს რაღაც ერთიან სივრცეში ყოფნას, რომის იმპერიის ფარგლებში ყოფნას. ისინი იღებენ ტიტულებს რომის იმპერიიდან, ანუ ბიზანტიის იმპერიიდან ამ შემთხვევაში და კვლავინდებურად ითვლებიან ფორმალურად რომის იმპერიის შემადგენელ ნაწილებად, მის მორჩილებად. მაგრამ რასაკვირველია რომის იმპერატორებს, ანუ კონსტანტინოპოლის იმპერატორებს სურთ რომ აღადგინონ კონტროლი ამ ტერიტორიებზე და ამის გამო ხდება შემდეგ ის იუსტინიანეს ომები, რომელზეც ჩვენ წინა ლექციაზე ვახსენეთ. მაგრამ პირველ რიგში რაც არის საინტერესო ამ ბარბაროსთა სამეფოების ჩამოყალიბების შესახებ, აი მაგალითად მარტინ ფონ კრეველდი აი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ევროპაში დაიკარგა პროფესიული არმიები, აღარ არსებობდა პროფესიული არმიები. და ამის ერთ-ერთ ნიმუშად და მაგალითად რატომ აღარ არის ამ დროს პროფესიული არმიები ბიზანტიას არ ქონდა? როგორ? ანუ ბიზანტიას არ ქონდა ამ პერიოდში? ბიზანტიას ქონდა, ეს იგულისხმება დასავლეთ ევროპული სივრცე, რომელშიც არის ეს ბარბაროსთა სამეფოები, რადგან ისინი კრეველდის აზრით ვერ ქმნიდნენ სამხედრო ლიტერატურას. აი მაგალითად არა აქვთ მათ არც სამხედრო ტრაქტატები, არა აქვთ იმ ტიპის ნაწარმოებები არ კეთდება აქ, როგორც ვთქვათ ბიზანტიის იმპერიაში, ან მანამდე რომის იმპერიაში იყო. ეს ტრაქტატები განსაზღვრული არის და გამოიყენება უფრო მეტად პროფესიულ არმიებში, ანუ არმიებში, რომელიც ხშირად არის ლაშქრობაში, არის პროფესიონალი მეომრებისგან შემდგარი და აქვს კულტურა, ომის წარმოების გარკვეული კულტურა გააჩნია და აი დასავლეთ ევროპაში, აი ბარბაროსთა სამეფოებში
ეს ამგვარი მიდგომა არ არსებობდა. ანუ ეს სწორედ ხელს უწყობს იმას, რომ აქ იწყება ფეოდალური წყობის გენეზისი, ან ფეოდალური წყობა უნდა ჩამოყალიბდეს აქ დროთა განმავლობაში, აქ არის თქვა ადრეული ფეოდალიზმის ნიშნები, შემდეგ გადადის ის კლასიკურ ფეოდალიზმში, აი ფეოდალურ საზოგადოებაში პროფესიონალი მეომრები, პროფესიული არმია არის უმცირესობა, ძალიან დიდი უმცირესობა, იმიტომ რომ აი ფეოდალიზმი სწორედ გულისხმობს იმას, რომ ეს მიწების განაწილება როცა ხდება, ანუ მეფისგან ან სუვერენისგან იღებს ვასალი მიწას, ის ვალდებული არის სამხედრო სამსახური გაუწიოს. კი, ის კარგად არის შეიარაღებული, იცის ბრძოლა, ის არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული ომისთვის, მაგრამ ეს მაინც არ არის პროფესიონალური არმია. ფეოდალური არმია არ არის პროფესიონალი არმია. პროფესიონალი არის ის, რომელიც მუდმივად იარაღის ქვეშ დგას და მზად არის ომისთვის, იწუთნება საერთო ტაქტიკით და სტრატეგიით და ასე შემდეგ. აი ეს ნიშნები, რაც თქვა რომის იმპერიის ჯარს ჰქონდა, თითქმის 1000 წლის შემდეგ რომის იმპერიის დასრულებიდან ვერავინ ვერ გაიმეორა, ფაქტობრივად ისე გამოვიდა, იმიტომ რომ რომის არმია იყო ნიმუში, პროფესიონალიზმის ნიმუში, სამხედრო საქმის განვითარების საუკეთესო მაგალითი ანტიკურობაში, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე პროფესიონალი მეომრებისგან შემდგარი არმია, რომელიც იცავდა იმპერიას 500 წლის განმავლობაში ფაქტობრივად და აკონტროლებდა ამ ხელა სივრცეს, მის საზღვრებს. მსგავსი არაფერი არ შექმნილა ასეთი სამხედრო მანქანა შემდგომ საუკუნეებში. ამიტომაც აი თითქოს ეს დიდი ცივილიზაციის ის რაღაც ნაწილი დასრულდა დასავლეთ ევროპაში და ახლა ეს ბარბაროსთა სამეფოები თავისი ადრეული ფეოდალური წყობით ნელ-ნელა იწყებენ ახალი რეალობის ჩამოყალიბებას, დამყარებას აქ. ძირითადად აი ამ პერიოდის საზოგადოება რით არის დამახასიათებელი რა არის, მას მის ნიშნები. ეს არის საქალაქო ცხოვრების დაკარგვა ნელ-ნელა ევროპაში, ანუ საქალაქო ცხოვრება, რაც რომის იმპერიაში მაღალ დონეზე იყო განვითარებული, აი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქალაქები ძირითადად ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული, ეს ახდენდა დიდ გავლენას იმდროინდელ თქვა საზოგადოებრივ წყობაზე და აი ბარბაროსთა პერიოდში ეს დაიკარგა უმეტესად, ადამიანი გადავიდა სოფელში, სოფელი გახდა ამჟამად წამყვანი, მცირე სოფლებად ცხოვრობდნენ ეს ბარბაროსულ სამეფოებში და ამავე დროს შეიცვალა ეს დამოკიდებულება, მიდგომა ზოგადად იმ თქვა რომაული სამართლის მიმართ, იგივე თქვა რომაული წესჩვეულებების მიმართ ჯარისგაწვევის სისტემა და ეს ყველაფერი მოიშალა ფაქტობრივად და გადავიდა რაღაც ახალი თქვა ძველ გერმანულ საფუძვლებზე. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ბარბაროსთა მეფეები ხშირ შემთხვევაში მაინც ცდილობდნენ როგორღაც მიებაძათ რომის იმპერიისათვის, ანუ ზოგიერთ მათგან თქვა იყენებდა იგივე რომაული კანონების გამოყენების ცდილობა ჰქონდათ იგივე ოსტგოთების სამეფო მაგალითად იმაში იტალიაში უმეტესად ეყრდნობოდა სწორედ აი რომაულ სამართალს და ცდილობდა რომ გარკვეულწილად რაღაც კონსოლიდაცია მოეხდინა ადგილობრივი ძალების და თქვა ჩამოყვანილი ამ ჩამოსახლებული გოთებს შორის, მაგრამ ეს მეტნაკლებად არ გამოსდიოდათ მათ, აი იგივე ვანდალებმაც აფრიკაში თითქოს დაიწყეს იმ ადგილობრივი რომაული ცივილიზაციის ათვისება, მაგრამ ეს თითქოს ცდელობა იყო უბრალოდ და არ წარმოადგენდა იმას, რა თქვა თავის დროზე, რასაც რომაელები აკეთებდნენ. ამიტომაც აი ეს პერიოდი, რომელიც გაიწელა ძალიან მიუხედავად იმისა, რომ აქ იუსტინიანე მოვიდა შემდგომ და დაიპყრო იტალია, აფრიკა და ესპანეთის ნაწილი, მაინც ამ სივრცეებში ნელ-ნელა დაიკარგა ეს რომის მემკვიდრეობა, რომაული წესჩვეულებები, რომაული სამართალი, სამხედრო სისტემა და ეს ყველაფერი მოიშალა. საქალაქო ცხოვრება ძალიან იყო ამ პერიოდში დაკნინებული ევროპაში, თქვა ქალაქები, რომელსაც ყავდა თავის დროზე 20 და 30000 მოსახლე, საერთოდ გაუდაბურდა, მაგალითად იგივე ინგლისის მაგალითზე შეიძლება კარგად ავიღოთ, რომ ინგლისში რომაული დიდი ქალაქები, იგივე ებორაკუმი, ლონდონიუმი და ასე შემდეგ ეს ქალაქები ნელ-ნელა დაპატარავდა, დასუსტდა და ეს რომაული ციხესიმაგრეების ეს კედლები და ეს მოიშალა ფაქტობრივად. ანუ მის აღდგენის უნარიც კი არ ჰქონდა. სხვათა შორის განა იმისა, რომ შეინარჩუნებინათ და გამოიყენებინათ, არამედ იმისა, რომ აღედგინათ, იმიტომ რომ რომაული არქიტექტურა, რომელიც თქვა საუკუნეების განმავლობაში დასავლეთ ევროპაში აგებდა ამ უზარმაზარ ქალაქებს, ციხესიმაგრეებს და ამ გამაგრებული საზღვრებს ფაქტობრივად დაიკარგა მათთვის და თითქოს ხელახლა გასავითარებელი ეს ყველაფერი და აი ამიტომაც აი ამ პერიოდს შეაწუწოდებენ ისტორიაში ბნელი ხანის პერიოდს და ბნელი ხანის პერიოდს თავის დამახასიათებელი სამხედრო ნიშნები გააჩნია. აი ბნელი ხანის პერიოდი მიიჩნევა ისტორიკოსები უკვე კაი ხანი მიიჩნევენ, რომ თლად რეალობას არ შეესაბამება და არც ამდენი ხანი გაგრძელებულა, მაგრამ
იმას ვერავინ უარყოფს, რომ სანამ თქვა ეს რომის იმპერიის დაცემიდან ახალი სამეფოს დაარსებიდან დაწყებული, სანამ ეს სამეფოები ჩამოყალიბდებოდნენ ჯეროვნად და იქ ევროპაში შეიქმნებოდა ახალი რეალობა, აი ამ პერიოდში ძალიან იყო ამ თვალსაზრისით შესამჩნევი ნიშნები დასუსტების, დაკნინების და გარკვეულწილად განათლების და იმ ცივილიზაციის დაკარგვისა, რაც მანამდე რომის იმპერიაში იყო. ამიტომაც ფორმალურად მაინც შეგვიძლია ეს ბნელი ხანა, ეგრეთ წოდებული Dark Ages გამოვიყენოთ ამ პერიოდის დამახასიათებლად და ეს ბნელი ხანა დაახლოებით გრძელდება მერვე საუკუნემდე, მერვე მეცხრე საუკუნეებამდე. სხვადასხვა ასაკურველია სხვადასხვა ისტორიკოსთა მონაცემებით. რაც ახასიათებს ამ პერიოდის სამხედრო საქმეს, უნდა აღინიშნოს, ეს არის ორი ნიშანი. ერთი არის პროფესიული არმიები არ არის ამ პერიოდში, ეს არმია გამოდის უბრალოდ იმ ძვერგერმანული წესებით თავდაპირველად, აი თავისუფალი როგორც თქვა გამოდიოდა ანტიკურ ხანაში თავისუფალი მეთემეებისგან არმია და ადგილობრივი მოსახლეებისგან, იგივე თქვა ძველ საქართველოშიც ამ ტიპით იკრიბებოდა ჯარი, მაგალითად ძველ ქართულში სიტყვა ერი ნიშნავს ჯარსაც და უბრალოდ მოსახლეობასაც, ხალხსაც ნიშნავს, რომ სახალხო არმია იკრიბება, ომში ვალდებულება თქვა არ არის მარტო ფეოდალთა პრივილეგია, ეს გამოდის არმია ზოგადად მოსახლეობისგან და აი ეს არის ანტიკურობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი და იმის ნიშანიც, რომ ანტიკურობაში საკმაოდ დიდი არმიები იყო რიცხოვნობით, ვიდრე თქვა შუა საუკუნეებში. და აი ამ პერიოდში იცვლება ეს რეალობა, ეს ფეოდალიზმი, ადრეული ფეოდალიზმი და თქვა ეს მოსახლეობის სიმცირე ევროპაში, შორის აი უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აი ბნელი ხანა კიდევ გამოირჩევა იმით, რომ ევროპაში მოსახლეობა ძალიან შემცირდა. ანუ რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც თქვა აღწევდა 50 მილიონამდე და უფრო მეტი 70 მილიონზე ზემოთაც ყოფილა, აი ამ პერიოდში მეტნაკლებად შემცირდა. ძალიან ეს თქვა ეს გამოიწვია არა მხოლოდ იმ ეპიდემიებმა, რომელიც აქ ვრცელდებოდა გვიან ანტიკურ ხანაში, აი რომის იმპერიის დაცემის ხანაში, იგივე თავის დროზე ანტონინუსების დროს იყო მარკუს ავრელიუსის დროს ძალიან დიდი ეპიდემია, რომელიც პართიიდან შემოვიდა და რომის იმპერიის მოსახლეობა თითქმის მესამედი გაანადგურა. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იყო მსგავსი ეპიდემიების შემოტევა, განსაკუთრებით იუსტინიანეს ჭირის ეპიდემია აღსანიშნავი მე-6 საუკუნეში. ამას გარდა ეს თვითონ ამ რომის იმპერიის სისტემის მოშლამ, ქალაქების დანგრევამ, ბარბაროსთა შემოსევებმა და ხალხთა დიდი გადასახლების პროცესმა, ამან ყველაფერმა გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის შემცირება და ეს აისახა არა მხოლოდ თვითონ ცხოვრების დონეზე, თქვა ცივილიზაციაზე, არამედ აისახა იგივე არმიების რიცხოვნობაზეც კი. ანუ გარდა იმისა, რომ ეს ბარბაროსები აქ ჩამოვიდნენ დასახლდნენ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ეს მოსული ხალხები ამ შემთხვევაში, გოთები, საქსები და ასე შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაზე ბევრად მცირე რიცხოვნები არიან. ანუ ის რომის იმპერიაში თქვენცით რომ ერთ შეხედვით თქოს ჩანს, რომ აი მოვიდა უფრო მცირე რიცხოვანი ჯგუფი, მაგრამ მეომართა ჯგუფი და დაეუფლა ძალაუფლებას. რატო თქვა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს, მათზე ვერ ახერხებს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. იმიტომ რომ ეს მოსულები არიან იარაღით ხელში მოსულები, არიან პროფესიონალი მეომრები თავისი დროისათვის, თავის დროის სტანდარტებით. იგივე მონღოლები, რომლებსაც თავის დროზე დაიპყრეს მთელი მსოფლიო, ისინი ბევრად უფრო მცირეები იყვნენ რაოდენობრივად, ვიდრე დანარჩენი ხალხები, ვისაც ებრძოდნენ. მაგრამ ამაში მხოლოდ რაოდენობაში არ არის საქმე, საზოგადოება, თვითონ რომაული საზოგადოება არ იყო ომისთვის მზად, არ იყო მეომარი საზოგადოება ამ პერიოდში. თქვენ იცით, რომ რომის დემილიტარიზაცია მოხდა მაქსიმალურად და თანაც როცა აღარ არის იმპერიის ცენტრი, როცა აღარ მართავს ამ თელ სივრცეს რაღაცა ერთი ძალა და ის ვერ აკონტროლებს ამ სივრცეს, ბუნებრივია იქ რაღაცა ახალი სახელმწიფოების შემოყალიბებას ეს ადგილობრივი ხალხები, რომელთაც мотиваცია არ აქვთ იმისა, რომ თქვა რაღაცა აღადგინონ თავიანთი სახელმწიფოება ჩამოყალიბონ და ასე შემდეგ, ვერ გაუწევს ამას წინააღმდეგობას. ამიტომაც ეს მოსული მეომრები, ეს გოთები, საქსები და ასე შემდეგ აყალიბებენ თავიანთ სახელმწიფოებს იქ, სადაც თვითონ არიან უმცირესობაში დანარჩენ მოსახლეობასთან. აი ეს პრობლემა შესაძლოა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გაჭიროებიათ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაინც თავს იჩენდა იგივე ოსგოთთა სამეფოში, სადაც იუსტინიანე სანამ დაიწყებდა დაპყრობას ხელახლა იტალიისა ოსგოთებისგან, აი იქ გამოჩნდა ძალიან კარგად, რომ ეს გოთური არისტოკრატია საზოგადოება ცალკე ცხოვრობდა ის დანარჩენი მოსახლეობა ადგილობრივი იტალიელები, რომის იმპერიის მოსახლეობა, ვინც მანამდე რომში ცხოვრობდა და სხვა ქალაქებში, ისინი ცალკე. ანუ ერთმანეთისგან რაღაცა ეს კი მართავს გოთი მეფე, მაგრამ ის დანარჩენი საზოგადოება თავისთვის ცხოვრობს ცალკე. თავისი კანონებით და ყველაფრით, ანუ ვერ ხდება შერწყმა ამ ორი ტიპის საზოგადოებისა დიდი ხნის განმავლობაში. და ეს იწვევს რას, რომ აი ამ პერიოდის არმიები სამხედრო თვალსაზრისით არის
კლავინდებურად შემდგარი მხოლოდ იმ ადგილობრივი ჩამოსახლებული ბარბაროსებისგან. ანუ გოთები, რომლებიც მოვიდნენ იტალიაში, ისევ იმ გოთების თავმოყრობა და ისევ ის გოთები არიან, თუნდაც იუსტინიანეს ებრძვის უკვე შემდეგ. იგივე ფრანკებიც თავის ძოზებთან ჩასახლდნენ გალიაში, მათი ესე ადვილად ასიმილირება არ მომხდარა ადგილობრივ ხალხთან, ანუ იქ ცხოვრობდა გალო-რომაული მოსახლეობა და იგივე პრობლემა არის ესპანეთში, ინგლისში, სადაც ბრიტები ცხოვრობენ, რომანიზებული ბრიტები და საქსებს თვალშორის აი განსხვავებით სხვა ხალხებისგან რომანიზებულმა ბრიტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საქსებს და თვალშორის აი მათი ამ ბრძოლის ნიშანი ძალიან კარგად ჩანს ცნობილ არტურის ლეგენდაში, იმიტომ რომ არტურის ლეგენდა სათავეს იღებს მე-6 საუკუნეში, სწორედ აი მე-5 საუკუნეებში ასახული არის ძველ ინგლისურ წყაროებში, ინგლისის ქრონიკებში და ასე შემდეგ, სადაც ჩანს რომ არტური არის რაღაცა საერთო წინააღმდეგობის სახე, რომელიც ბრიტანეთში არსებობდა ანგლო-საქსების შემოსევის საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოსული ხალხებიდან, რომლებიც თქვა დასახდებოდნენ ამ ტერიტორიაზე, მათი არმიები საუკუნეების განმავლობაში ერთი თქვა სანამ მათი ასიმილირება ხდება, კლავინდებურად გამოდის ისევ ამ ხალხებისგან. ანუ თქვა თუ მოვიდა ფრანკი მეფე ფრანკთა ტერიტორიაზე, ის ვინსთანაც მოვიდა თავის მეომრებთან ერთად, ფრანკებთან ერთად, ისევ ის ფრანკები გამოყავს ომში და ის ადგილობრივი გალო-რომაული მოსახლეობა მონაწილეობას არ იღებს იმაში, რაც ხდება ამ ტერიტორიაზე, სანამ მათი ასიმილირება არ ხდება ამ საზოგადოებაში. და ეს მოხდა საკურველია დროთა განმავლობაში ეს პროცესი. მაგრამ რაც შეეხება გვიანანტიკურ ხანას და აი სწორედ ბარბაროსთა სამეფოების პერიოდს, ჩვენ აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ მათი არმიები ძალიან მცირე რიცხოვნება და იყო კიდევ ძალიან მცირე რიცხოვანი. ანუ ზოგჯერ წარმოუდგენიათ თითქოს რომ ეს ურდუები მოვიდა ამ ბარბაროსების დასახდნენ ამ ტერიტორიაზე, ისინი იყვნენ რაღაცა ასობით ათასი და მილიონობით, სინამდვილეში თითოეული ასეთი სახელმწიფოში ჩამოსული ბარბაროსთა რიცხვი არ აღემატებოდა რამდენიმე ათეულ ათასს. იგივე თქვა გოთები, ჰანს დელბრიუკი ძალიან კარგად მიუთითებს, რომ იგივე ჰუნები, გოთები და ასე შემდეგ ეს ხალხები იყვნენ რამდენიმე ათეული ათასიანი, თლიანად, თელი თავისი ურდოთი და თელი თავისი მომთაბარე საზოგადოებით. ან იყვნენ ისინი მრავალრიცხოვნები, არც ჭირდება და არც იყო მნიშვნელოვანი მათთვის ეს მრავალრიცხოვნება. იგივე თქვა და ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ თურქები რომ მოვიდნენ ანატოლიაში შემდგომში შუა საუკუნეებში და დაიპყრეს ანატოლია. ისინი ბევრნი კი არ იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე მილიონი იყო, დაიპყრო თქვა რამდენიმე ათასმა თურქმა ამ შემთხვევაში, მაგრამ აი სწორედ ეს საკითხია, აი ამას ვერ წარმოვიდგენთ, ვერასოდეს ვერ წარმოვაჩეთ ისეთ, რომ თქვა აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაიპყროს ვიღაცამ, იყოს მასზე უფრო მრავალრიცხოვანი, ეს არ არის ნამდვილად ასე, ამაზე არ არის დამოკიდებული. ეს ყველაფერი ელიტების, სამხედრო ელიტის საქმეა თავიდან ბოლომდე, იგივე თქვა კიევის რუსეთის ჩამოყალიბების დროს, როცა სკანდინავიელები მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე, რა ისინი რამდენიმე ასეული მეომრისგან შედგებოდა ხოლმე მათი ისინი რაზმები, მაგრამ სახელმწიფო შექმნეს და მთელი ამხელა სლავური სივრცე დაიპყრეს და დაიკავეს. აი ამიტომაც შუა საუკუნეებში არის სწორედ სამხედრო არისტოკრატიის ბატონობის პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს ამ შუა საუკუნეების ხასიათს ზოგადად. ანუ შემდგომ პერიოდში ასაკურველია ვითარდება, იცვლება ბევრი რამ, მაგრამ მთლიანობაში ეს ფეოდალიზმი ნიშნავს სწორედ სამხედრო არისტოკრატიის ბატონობას. სამხედრო არისტოკრატიის, რომელიც ყალიბდება ბარონებად, გრაფებად, რაინდებად და ასე შემდეგ. ანუ მეფე თვითონ, რომელიც არის უმაღლესი ფეოდალი ამ შემთხვევაში და თავის ამ დანარჩენ ფეოდალებთან შედარებით უფრო მაღალი სტატუსით სარგებლობს, ისიც მაინც ამ საზოგადოების ნაწილია და სწორედ აი ამ საზოგადოებიდან არის გამოსული. და ხო, რაც თქვით რიცხოვნობაზე ამ პერიოდის არმიებისა, დაახლოებით ეს რამდენიმე ათასამდე არის მაქსიმალური რიცხოვნობა, ანუ დაწყებული, თქვა ამ პერიოდიდან დამთავრებული თოდაში მე-11 საუკუნის ჩათვლით, შუა საუკუნეებში, ანუ ადრეულ შუა საუკუნეებში არ გვაქვს ჩვენ რაღაცა მასიური არმიები, სახალხო არმიები, დიდი რიცხოვნობის ჯარები, იგივე ჰასტინგსის ბრძოლაშიც კი, რომელიც 1066 წელს ხდება და ინგლისის ბედიც ხდება. ორი არმია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის, 5-6000 არ აღემატება მათი რიცხოვნობა. პრინციპში ეს განსაზღვრავს აი შუა საუკუნეების ომების ძალიან კარგ ხასიათს, ეს არის მცირე ომების პერიოდი. აი ეს როგორც უწოდებენ სამხედრო ისტორიკოსები, ადრეულ შუა საუკუნეებს, მცირე ომების ეპოქა. და სხვადასხვა ბიზანტიის იმპერიაც სწორედ იგივე თვალსაჩინით არის, აი თუ დააკვირდებით თქვენ წაიკითხავთ პროკოპი კესარიელის
თხზულებებს იუსტინიანეს ომების შესახებ, იქ ნახავთ, რომ მისი არმიებიც იგივე რაოდენობის არის, დაახლოებით რამდენიმე 1000 აღწევს და მხოლოდ 1-2 ჯერ შეძლო ბიზანტიის იმპერიამ ფეხზე დაეყენებინა ძალიან დიდი არმიები, რომელიც ბუნებრივად დიდი თანხებით დაუჯდა იუსტინიანეს და შესაბამისად ეკონომიკური ზარალი მიაყენა იმპერიას, აი თუნდაც იგივე ნარსესის ლაშქრობა იტალიაში, რომელსაც დაამთავრა ოსტგოთების სამეფოს არსებობა, აი ნარსესის ლაშქრობაში მონაწილეობდა თითქმის 20,000-მდე ჯარისკაცი, რაც ბიზანტიისათვის იყო რეკორდული რაოდენობა იმ დროისათვის, როცა მაგალითად ბელისარიუსი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენერალია, რომელსაც დაიპყრო აფრიკა, იბრძოდა იტალიაში, იბრძოდა აღმოსავლეთში სპარსელებს წინააღმდეგ, მისი არმია სადღაც მოიცავდა ხოლმე რამდენიმე 1000 ჯარისკაცს და იქიდანაც თქვა რაღაც ნაწილი პირადი სახსრებით ყავდა გამოყვანილი, ეგრეთ წოდებული ბუკელარიუსები, როგორც უწოდებდნენ, ანუ დაცვა, რეალურად მისი გვარდია. რაც შეეხება ფეოდალურ საზოგადოების განვითარებას, რამაც შემდგომში მოიტანა ის, რომ არმიების რიცხოვნობა მეტნაკლებად უფრო გაიზარდა, ჩამოყალიბდა საზოგადოება და გამოეყო საზოგადოებას ის ნაწილები, რომელსაც განსაკუთრებული მოვალეობები გააჩნდა. ანუ საერთოდ შუა საუკუნეებში არსებობს ასეთი ფორმულა რეალურად, რომელიც თითქმის ყველა ის ითვალისწინებს მედიევალისტი, ეს არის ერთ დროს დასახელებული სხვა შუა საუკუნოვან წყაროებში, მაგალითად ერთ-ერთი არის მეფე ალფრედის კომენტარი ფილოსოფოს ბოეციუსის თხზულებაზე, სადაც დაწერა მან, რომ შუა საუკუნეების საზოგადოება აღწერა ძალიან ისეთი ფორმულით, რომ ერთნი იბრძვიან, ერთნი ლოცულობენ და ერთნი მუშაობენ. ანუ ეს ძალიან კარგი მანიშნებელია იმისა, თუ შუა საუკუნეების ეს ფეოდალური საზოგადოება როგორ არის ჩამოყალიბებული. ანუ ყველა ფენას, სოციალურ ფენას აქვს თავისი მოვალეობა. აქ არსებობენ, თქვა, ისინი, ვინც იბრძვიან, ესენი არიან არისტოკრატია, ფეოდალები, რაინდები, რომლებიც არიან იღებენ მიწას მეფისგან და სამაგიეროდ ვალდებულები არიან, რომ სამხედრო სამსახური გაუწიონ. ანუ ის არის მეომარი, მას ევალება ომში გამოსვლა, იყოს კარგად აღჭურვილი, უზრუნველყოფილი და გამოვიდეს ომში თავის, თქვა, მსახურებთან ერთად. ისინი, ვინც ლოცულობს, ანუ სამღვდელოებას და საეკლესიო პირებს არ ევალებათ ომში გამოსვლა, ისინი არიან ვალდებულები უბრალოდ რომ ილოცონ ამ საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ შუა საუკუნოვანი საზოგადოება არის მთლიან თავიდან ბოლომდე ეკლესიაზე დაფუძნებული, ქრისტიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება. და ვინც მუშაობს, ფენა, რომელიც შედგება გლეხებისგან. ანუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ არის ვალდებული ომში გამოვიდეს, მაგრამ ის არის, თქვა, ის, ვინც აჭმევს, ვინც ლოცულობს და ვინც იბრძვის. ანუ გლეხები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, სახელმწიფო დოვლათს, იმიტომ შუა საუკუნეების ეკონომიკა თავიდან ბოლომდე არის მიწათმოქმედებაზე აგებული და ეს ძალიან ხაზგასასმელი ნიშანია შუა საუკუნოვანი ეკონომიკისა. იმის გამოც, რომ შუა საუკუნეების ეკონომიკა იყო ძალიან მწირი, ძალიან ღარიბი სახელმწიფოები იყო, დიდი შემოსავლები არ ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ქალაქები განვითარდა, ვაჭრობა განვითარდა, ეს ყველაფერი მოიტანა, რომ გამდიდრდა სამეფოები მეტნაკლებად, მათი ჯარების რიცხოვნობა და ხარისხიც გაიზარდა, მაგრამ აი ჩვენ როცა საუბრობთ აი კლასიკურ შუა საუკუნეებამდე პერიოდზე, სწორედ აი ეს ფორმულა, რომ ის ვინც იბრძვის, ვინც ლოცულობს და ვინც მუშაობს, აი სწორედ ის სამი ფენაა, რომელიც ამ პერიოდის საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოაჩენს. აქ არ ჩნდება შემდეგ შუა საუკუნეების დამრღვევი ფენები, ეს უფრო გვიან პერიოდში ქალაქების განვითარება მოიტანა, მოქალაქეების გამოჩენა, ესენი არიან თქვა ვაჭრები, ხელოსნები და ასე შემდეგ, საქალაქო საზოგადოება, რომელიც აყალიბებს ეგრეთ წოდებულ მესამე ფენასავით საზოგადოებას, ეგრეთ წოდებულ ბურჟუაზიას, როგორც შემდგომში უწოდებდნენ მას, რომელიც შეცვლის შუა საუკუნეებს და შემდეგ საერთოდ რეალობას ევროპის ისტორიაში. აი თქვენ ხედავთ აი ამ პირამიდაზე როგორ არის შუა საუკუნეების საზოგადოება და მორგებული მის ძალაუფლების როგორ არის გადანაწილებული, თქვა მეფე არის სათავეში, შემდეგ მოდიან საეკლესიო პირები, ეპისკოპოსები და შემდეგ აქ რომის პაპი არ იგულისხმება, ასაკურველია, შემდეგ მოდიან ბარონები, ლორდები, სხვა წოდების ფეოდალები, რაინდები, რომლებიც გასაკურველი იგივე ფენას ეკუთვნიან ფაქტობრივად და აი ბოლოს დააკვირდებით აქ წერია გლეხები, ვილანები და მონები. აი ეს არის ადრეული შუა საუკუნეების დამახასიათებელი ნიშანი. ანუ გლეხი, რომელიც არის ანუ მსახურობს, იღებს მიწის ნაკვეთს ფეოდალისგან და მისთვის ამუშავებს ამ მიწას, გასაკურველია თვითონ ცხოვრობს ამ მიწით და იხდის კიდევაც ნატურალურად თავისი მიწის შემოსავალს და აი ვილანები და მონები არიან უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები. ვილანი არის მონასთან უფრო ახლოს, მაგრამ უფრო გარკვეული უფლებებით და მონა ამ შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელია, რომელიც თქვა ძალიან კარგად არის გამოხატული სხვადასხვა აი ადრეულ ინგლისურ საზოგადოებაში მონების
მოვალეობა მონების თქვა და ერთი კითხვა მაქვს. ანუ ეს რაინდები, ანუ ეს რაინდები ხა რაღაც მებრძოლი კლასი ხო არის, ანუ ესე ითვლება, მაგრამ ანუ ბრძოლაში რომ მიდიოდნენ, ანუ ეგენი ხო არის, ეგენი არისმენ ხო, ანუ ეს წინახაზე მდგომები, ანუ გლეხები იბრძოდნენ მაინც ძირითადად. არა, შუა საუკუნეებში პირიქით, არა. რაინდი არის ბრძოლის ველზე წამყვანი ძალა და რაინდს თან ყავს მსახურები, ანუ ყველა ამ დიდ ფეოდალს, რომელიც სახელმწიფოში არის, თუნდაც მეფეს ყავს თავისი გვარდია. გლეხებთან ერთად ხო მიდიოდნენ? გლეხი ამ შემთხვევაში არის მსახურეული. რაინდი, როგორც ქართულ საზოგადოებაში ასე იყო შუა საუკუნეებში, ეს არ არის ჩვეულებრივი გლეხი, რომელიც თქვა და მის მიწას ამუშავებს. ეს გლეხი არ მიდის ომში. უმეტეს შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი გაჭირვების ქვეშ არ არიანო, თქვა გლეხის გამოყვანას დაჭირდეთ. იმიტომ რომ გლეხი არ არის პროფესიონალი მეომარი. ის კიდევ ომში რო წავა, უნდა იომოს პროფესიონალ მეომართან. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვიზბის ბრძოლაში, სხვათა შორის, რომელიც ნაშთებიც არის ნაპოვნი, ეს მოხდა ბალტიის ზღვაში, შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე, გოტლანდზე, იქ ვიზბისთან მოხდა ბრძოლა, სადაც პროფესიონალი რაინდების რაზმი იყო 500 კაციანი და მთელი ქალაქის მოსახლეობა, რომელიც დიდარი იყო, იარაღიც ჰქონდა და ყველაფერი, გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ, რამდენიმე 1000 კაცი. ამ 500-მა რაინდმა ეს ამდენიმე 1000 კაცი ამოწყვიტა სულ რაღაც რამდენიმე საათში და იქვე საფლავიც გაუთხარა და თავის დაბჯერებიან ყველაფერი და ჩაყარა შიგნით და ისე დააყარა მიწა. არც კი შეაფასეს და არც კი მოხსნეს ეს აბჯერი და აღჭურვილობა, რომელიც თავის დროზე თითქოს ძვირად ფასობდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რაინდი პროფესიონალი მეომარი და ეს გლეხი ერთმანეთისგან განსხვავებით უზარმაზარი სხვაობაა მათ შორის. ანუ თუ ეს ქვეითი მასა არ არის მომზადებული სათანადოდ ტაქტიკური თვალსაზრისით, არ არის იარაღის ხმარებაში გაწაფული, ის ვერანაირ წინამდებობას ვერ გაუწევს პროფესიონალ მეომარს. ამიტომაც შუა საუკუნეების არმიები, ამიტომაც არის მცირე რიცხოვანი. აქ არის პროფესიონალი მეომრები, ეს რაინდების არისტოკრატიის ბატონობა, რომელიც არის კარგად აღჭურვილი, იცის იარაღის ხმარება, მუდმივად თვითნაში, ეს არის მიწის საქმიანობა. გლეხის საქმიანობა ომი არ არის, ამიტომ გლეხი არ არის ბრძოლის ველზე. ის გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში, მაგალითად შეიძლება საალყო მოქმედებების დროს დაჭირდეთ, იმისთვის რომ თქვა შეასრულოს საალყო სამუშაოები, იგივე მიწის ქვეშ გვირაბის გათხრა, კოშკების აშენება, ტარანის აგება და ასე შემდეგ, ეს სხვადასხვა საქმიანობაში გამოიყენება. მაგრამ ის ქვეითები, რასაც გულისხმობ პროცესში გლეხი რაინდი იყო ვიდრე გლეხი? როგორ? მითხარი ერთხელ? ანუ ბრძოლის ველზე რაინდობა უფრო საშიში არის ვიდრე გლეხობა, ანუ რაინდი უფრო საშიში. არა, რას ნიშნავს? რაინდობას გააჩნია შუა საუკუნეებში, რომელ პერიოდზე საუბრობთ? ჩვენ თუ ზოგადად კლასიკურ შუა საუკუნეებს ვეხებით, რაინდი არის ბრძოლის ველზე ბატონ პატრონი ამ შემთხვევაში. რაინდი არის ასრულებს უმთავრეს მოვალეობას, მაგრამ როდესაც თქვა შემოდის შესასრული იარაღი, როდესაც ქვეითი ჯარი ხდება დომინანტი ბრძოლის ველზე, როდესაც ის არის გაწვრთნილი, აღჭურვილი და ასე შემდეგ, განსაკუთრებია ქვეითი ჯარი ანაცვლებს თავიდან ბოლომდე რაინდულ კავალერიას და არის წამყვანი ბრძოლის ველზე, ის არის წარმმართველი, მაგრამ შუა საუკუნეების, ადრეულ შუა საუკუნეების საზოგადოებაში, როდესაც ის მხედარი არის, პროფესიონალი მეომარი, ხოლო გლეხს არ ევალება ბრძოლაში გამოსვლა, განსაკუთრებია რაინდი არის ის, ვინც უნდა გამოვიდეს ბრძოლის ველზე და ის, ვინც ასრულებს განსაკუთრებულ როლს. მაგრამ ამას გარდა რაინდები, როცა თქვენ იცით, რომ რაინდი რომ მიდიოდა ომში და ზოგადად რაინდს ყავდა თან ყოველთვის მსახურები. საჭურველი მტვირთველი ყავდა მას თავისი მსახური, რომელიც თქვა ცხენსული და იარაღის უმზადებდა რაინდს, აღჭურვაში ეხმარებოდა შემდეგ. ეს მსახურები ხშირ შემთხვევაში მონაწილეობდნენ ხოლმე შემდეგ თვითონაც ბრძოლაში და იქნებოდა გარკვეული ფენა, მსახურეულის ფენა, აი მაგალითად შუა საუკუნეების საქართველოში კარგად არის გამოხატული მსახურეულის ფენა, რომელიც არის აი რაღაც დგას თქვა რაინდსა და გლეხს შორის არის მოქცეული. და დროთა განმავლობაში ის ყალიბდება შემდეგ წვრილ არისტოკრატიად, ეს მსახურეული ფენა და სწორედ ის ბრძოლის ველზე არის წამყვანი ძალა შემდეგ. აი თუნდაც ძალიან კარგი ნიშანი ამისი არის კიდევ სასულიერო სარაინდო ორდენები შუა საუკუნეებში, იგივე ტამპლიერები, ტევტონები და ასე შემდეგ, სადაც არსებობდნენ რაინდები, რომლებიც იყვნენ მცირე რიცხოვნები და აი რაინდების შემდეგ არსებობდა სერჟანტებს რო უწოდებდნენ ცალკე ნაწილი, ესენი არ იყვნენ ჯერ რაინდები, არ იყვნენ აკურთხები რაინდებად, მაგრამ ჰქონდათ ცხენი, აღჭურვილები იყვნენ რაინდების მსგავსად და ისინი ბრძოლის ველზე უმრავლესობას შეადგენდნენ ამ სასულიერო სარაინდო ორდენებისა. აი იგივე შემთხვევა გვაქვს ზოგადად ევროპის საზოგადოებაში, შუა საუკუნეების საზოგადოებაში, ანუ რაინდი დგას სათავეში, ის არის უმთავრესი მეომარი, ის არის წამყვანი ბრძოლის ველზე, ის განსაზღვრავს ბრძოლის ბედს უმეტეს შემთხვევაში. აი ამის შემდეგ მოდის ეს მსახურეულთა ფენა, ანუ
რაინდის მსახურები, ან სამეფო თქვა ან ფეოდალთა გვარდიები, მცირე გვარდიები, რომლებიც პროფესიონალი მეომრები არიან რეალურად, აი ამის შემდეგ მოდის საჭიროების შემთხვევაში გამოყვანილი იგივე გლეხთა, თქვა იგივე რაზმები. მაგრამ ეს არის უმცირესობა და გარკვეულ შემთხვევებში ამ გლეხთა რაზმებსაც კი თუ გააჩნია თქვა და აი მაგალითად საზოგადოებას ჩვენ ევროპაში როცა ხედავთ, იქ არის ფეოდალური საზოგადოება და არის მე როგორც გითხარით მოქალაქეები, ეგრეთ წოდებული მესამე ფენა. აი ის მესამე ფენა ხშირ შემთხვევაში არის ჩამოყალიბებული სწორედ ასეთი ქვეითი მეომრებისაგან. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გლეხი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის თავიდანვე ეჩვევა ქვეითად ბრძოლას, ის ბრძოლაში მოვალეობა აქვს მას ქალაქის დაცვის თვალსაზრისით და შემდეგ აი ჩვენ ვნახავთ ერთ-ერთ ბრძოლას, ეგრეთ წოდებულ კურტრეს ბრძოლას, ეს არის დეზების ბრძოლასაც რომ უწოდებენ, სადაც ასეთმა ქვეითმა ჯარმა, რომლებიც შედგებოდა მოქალაქეებისაგან, ფლამანდიელი მოქალაქეებისაგან, ძალიან ცუდი დღე აყარა ფრანგ რაინდებს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ გააჩნია ტაქტიკას, გააჩნია ამ საზოგადოების ფორმებს, ანუ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამას მე რასაც ახლა ამ წუთში გიხსნით, ეს არის ფორმულა ეგრეთ წოდებული შუა საუკუნეებისა, რომელიც არის კლასიკური ნიმუში. და ამ ნიმუშის იქით არსებობს ძალიან ბევრი სახესხვაობა. ეს არ არის ყველაფერისთვის და ყველასთვის მისაღები, მაგრამ ეს არის რაღაცა საერთო სახე, რომელიც შუა საუკუნეების სამხედრო საზოგადოებას ახასიათებს. აი ახლა შემდეგ გადავართ ბრძოლების განხილვაზე, ჩვენ შევხედავთ თუ ვინ არიან ეს მეომრები და რას წარმოადგენენ და თქვა რა როლი აქვს იქ გლეხს, რა როლი აქვს რაინდს და ასე შემდეგ. აი ადრეულ შუა საუკუნეების ევროპული არმიებზე გავაგრძელოთ საუბარი. აქ არის ორი ნიშანი, რაც ახასიათებს ამ არმიებს. ერთი არის ქვეითი მეომრების დიწილად ქვეითი მეომრები და მეორე არის ეს ცხენოსანი ჯარის გამოჩენა და გაძლიერება. საერთოდ მიიჩნევენ, რომ რომის იმპერიაში 378 წელს აი ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ რომაელებმა დაინახეს საჭიროება კავალერიის, გააძლიერეს ცხენოსანი ჯარი და ამის შემდეგ ცხენოსანი ჯარი გახდა დომინანტი. მაგრამ ეს ასე სწრაფად და ასე ადვილად არ მომხდარა. ცხენოსანი ჯარის დომინაცია ევროპაში რეალურად დაიწყო უფრო გვიან. დაახლოებით მე-8 საუკუნიდან დაიწყო ეს დომინაცია, როცა უზანგი შემოვიდა ხმარებაში და ცხენოსანი გახდა ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე თქვა მანამდე იყო. ეს უზანგი შემოდის აღმოსავლეთიდან ევროპაში. მაგრამ მანამდე რა ხდება, ქვეითი ჯარისკაცი, ქვეითი მეომარი რჩება ბრძოლის ველზე მაინც უმთავრეს ძალად. მაგრამ ეს ქვეითი არ ნიშნავს იმას, რომ ის არის მაინც და მაინც დაბალი ფენის წარმომადგენელი. იგივე თქვენ ხედავთ აი პირველ სურათზე შეერაღებულ ჯაჭვის პერანგით შერაგი და ნაჯახებით და შეერაღებულ ჯარისკაცებს, ესენი არიან ჰუსკარლები, ეს არის სამეფო გვარდია ინგლისის მეფეების, ანგლო-საქსი მეფეებისა. ეს მეომრები იყვნენ პროფესიონალი გვარდიელები, მეფის მსახურები, რომლებსაც დიდი პრივილეგიები გააჩნდათ და ესენი არ იყვნენ უბრალოდ თქვა გლეხები ან მონები და ამის წარმომადგენლები, ესენი იყვნენ მაღალი ფენის მეომრები. უბრალოდ ამ პერიოდში ტაქტიკა თვითონ ასეთი იყო ბრძოლისა, რომ ქვეითი მეომარი წვეთდა ბრძოლის ველს. აქ იყო ძველგერმანული ძალიან პოპულარული საბრძოლო სტილი ფარების კედელი. აი ეს ფარების კედელი ეგრეთ წოდებული shield wall, ანუ ძალიან გავრცელებულია ადრეულ შუა საუკუნეების არმიებში, იმიტომ რომ ქვეითი მეომარი, მძიმედ აღჭურვილი ქვეითი მეომარი, სწორედ აი ამ ტაქტიკით აღწევს წარმატებას. აი თქვა როგორც იყო ძველ საზოგადოებაში ფალანგა, ბერძნულ საზოგადოებაში, თქვა რომაულ საზოგადოებაში შემდეგ უკვე სხვა ტიპის ტაქტიკა ყალიბდება, იგივე კოჰორტების მანიპულების სისტემის. აი ამ პერიოდში არის დამახასიათებელი ფარების კედელი. ეს ფარების კედელი სხვადასხვა არც გვიან რომაული პერიოდისთვის არის უცხო. ამ ფარების თავდაცვის წყობას ფულკრუმი ეწოდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა გვიანანტიკურ რომაულ ჯარებშიც. და გამოიყენებოდა იმიტომ, რომ ეს ფულკრუმი რეალურად წარმოადგენდა აი გერმანელთა ტაქტიკას, რომლებიც რომის არმიაშიც მსახურობდნენ. ანუ ეს ფარების კედელი დაინერგა ბარბაროსთა არმიებშიც იყო და იყო რომაულ არმიებშიც. ამიტომაც დაწყებული ადრეული შუა საუკუნეების პერიოდიდან, აი თქვა გვიანანტიკური ხანიდან დაწყებული დამთავრებული მე-11 საუკუნემდე ევროპული არმიების უმეტესობაში ქვეითი ჯარი, სადაც იყო დომინანტი ძალა, ეს პროფესიონალი ქვეითი მეომრები იყენებდნენ ფარების კედელს ბრძოლაში. ნუ ამ პროფესიონალების გარდა არმიაში ასაკურველია მიდიოდნენ, თქვა იგივე ანგლო-საქსონურ არმიებში, ფრანკთა არმიებში და შემდეგ მიდიოდნენ მეორე ხარისხოვანი უბრალოდ გაწეული, ეგრეთ წოდებული, აი სწორედ მე რასაც გეუბნებოდით, რაც არსებობდა ანტიკური ხანიდან თავისუფალი გლეხების საზოგადოება, ანუ ეგრეთ წოდებული ფირდი ეწოდებოდა ანგლო-საქსებში ამას, ეს იყო მოსახლეობიდან გაწეული ჯარი. ამ შემთხვევაში ის
ისინიც დგებოდნენ ფარების კედელში, უმაგრებდნენ ზურგს ამ პროფესიონალ ჰუსკარლებს, იგივე გვარდიულ ნაწილებს და ერთიანობაში იქმნებოდა ეს ფარების კედელი, რომელიც ბრძოლაში ასრულებდა ძალიან დიდ როლს და ორივე მხარე ფაქტობრივად აი იგივე ამ პერიოდის ომებში თქვა მომხდარიყო ბრძოლა საქსებსა და ანგლებს შორის ან თქვა შემდეგ ინგლისურ სამეფოებს შორის ვესექსსა და მერსიას შორის ან თქვა ვიკინგების შემოსევების პერიოდში ყველა არმიები ფაქტობრივად იბრძვიან ერთით და იგივე ტაქტიკით. ეს არის ფარების კედელი, რომელიც არის რაღაც უნივერსალური ამ პერიოდზე დამახასიათებელი. მაგრამ აი თქვენ ხედავთ აი ფრანკ იმას მხედარს, რომელიც მესამე სურათზე გამოსახული, აი ფრანკი მხედრები ასევე ძალიან დიდ როლს ასრულებენ იმ რაინდული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც უფრო გვიან ხდება ევროპაში, მაგითაც უზანგების შემოსვლასთან ერთად. აი კავალერია მართალია მისი როლი იმატებს დასავლეთ ევროპაში, მაგრამ არის გარკვეულ ზონებში მხოლოდ. აი მაგალითად ფრანკთა სამეფოს ყავს ძლიერი ცხენოსანი ჯარი, ძლიერი ცხენოსანი ჯარი ყავს თქვა გერმანელებს მეტნაკლებად. აქ ჩამოყალიბებული შემდგომ პერიოდში გერმანულ სახელმწიფოებს, იგივე ბავარიის საჰერცოგოს, იგივე ბურგუნდებს და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო ჩრდილოეთით, იგივე ანგლო-საქსონურ სახელმწიფოებში, იგივე ნორვეგია, შვედეთსა და დანიაში, იქ ცხენოსანი ჯარი ჯერაც ვერ იყიდებს ფეხს და ის დრო ჭირდება ამას, ან ჭირდება კონტინენტიდან შეტანა ამ ახალი იმისი, რა ქვია, საზოგადოებრივი წყობის. ანუ ჩვენ როდესაც ვეხებით ანგლო-საქსონურ საზოგადოებას მე-11 საუკუნეებში, აქ ჯერ კიდევ არ არის ის კლასიკური ფორმით феოდალიზმი დამკვიდრებული და აი საფრანგეთში მაგალითად ფრანკთა სამეფოში არის უკვე ჩამოყალიბებული. აი ნორმანები როცა დაიპყრობენ ინგლისს, აი შემდეგ შედის ინგლისში მაგალითად ის ცვლილებები, იმ феოდალურ საზოგადოება ყალიბდება, მას შემდეგ რაც ნორმანები შეიტანენ იმ თქვა საფრანგეთში არსებულ წესრიგს ინგლისშიც. ანუ феოდალური საზოგადოება შუა საუკუნეებში არის დამახასიათებელი, მაგრამ არის გამონაკლისები და არის ნაწილი საზოგადოების, სადაც ეს არ არის ბოლომდე განვითარებული. ანუ სხვადასხვაგვარია. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს იმაზე, რომ აი შუა საუკუნეები არ არის რაღაცა ერთი საერთო ნიშნით შემოსაზღვრული პერიოდი. კი, ჩვენ გვაქვს რაღაცა ფორმულა, რომ თქვა ერთი იბრძვის და მეორე ეს მოვალეობა და ამ შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო ყველა პერიოდში, ყველა სახელმწიფოსთვის საერთო. ეს არის რაღაცა ზოგადი განსაზღვრება, რომელიც გარკვეულ საუკუნეების განმავლობაში მოქმედებს ევროპის უდიდეს ნაწილში. რაც შეეხება მათ მოწინააღმდეგეებს, აი თქვა ადრეულ შუა საუკუნეებში ვინ მოდის გარეძალები, ვის ებრძვიან და უკაცრავად. რა მაინტერესებს ახლა ეს მერვე საუკუნეში თუ მე-9 საუკუნეში რომ შემოვიდა ხარებაში ეს უზანგი. მანამდე კავალერიის რა სახე იყო ყველაზე პოპულარული ეტლით? არა, ეტლები სხვათა შორის ანტიკური ხანის შემდეგ ფაქტობრივად გამოყენებაში აღარ ყოფილა, მაშინ რა ქვია, არც ევროპაში და არც აღმოსავლეთში ეტლები დამთავრდა თავისი მისი რკინის ხანის ადრეულ პერიოდში დამთავრდა ეტლების გამოყენება. ცხენოსნები ჩვეულებრივად იბრძვიან. რატო დამთავრდა? ანუ რატო აღარ იყო? აღარ იყო ფაქტობრივად, ანუ ვერ შეეძლო იმ როლის შესრულება. ეტლი ჯერ ესეთი ჭირდებოდა შესაბამისი ისა რა გარემო, რომ ემოქმედა ამაზე საბრძოლო ყველა ბრძოლისას ვერ ერგება. პირველ რიგში. მეორე ის არის რომ ეს ტაქტიკა როცა განვითარდა, ქვეითი ჯარის ტაქტიკა, კავალერიის ტაქტიკა, ეტლი მის წინააღმდეგ ვერაფერს ვეღარ აკეთებს. ანუ მართალია იქ არის რაღაცა ანაქრონიზმები შემორჩენილი, იგივე ბრიტებს ყავდათ ეტლები, მაგალითად იულიუს კეისრის წინააღმდეგაც გამოიყენეს და შემდეგაც იყენებდნენ რომაელებს წინააღმდეგ ბრიტები. საბრძოლო ეტლებს. იგივე სხვათა შორის ელინისტურ სამეფოებსაც ყავდათ ცელიანი ეტლები. აი თუნდაც დაწყებული აქემენიანთა დროიდან შემდეგ გვიანდელ პერიოდში პონტოს მეფეებსაც ყავდათ ის ცელიანი ეტლები ბრძოლის ველზე, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდა რომ ეს იყო ანაქრონიზმი და მას არ შეეძლო დაპირისპირებოდა ქვეითთა და პროფესიონალ მეომართა ჩამოყალიბებულ საბრძოლო წყობას, ვერაფერს ვერ უზავდა მას. თანაც ეტლს ჭირდებოდა შესაბამისი გარემო. უნდა ყოფილიყო თქვა სწორი ველი, სადაც ის იმოქმედებდა თავისუფლად. ყველა პირობებში მას არ შეეძლო მოქმედება, ამიტომაც დროთა განმავლობაში ეტლი აი კელტურ საზოგადოებაშიც კი ბრიტებს შორისაც კი იქცა რა. ბრძოლის ველზე უნდა მიიყვანა მეომარი სწრაფად. აი ეს ფუნქცია შეიძინა. ანუ კელტების ეტლების უმეტესად შემთხვევაში გამოყენება ხდებოდა მაგისტრის, რომ ბრძოლის ველზე მიიყვანა მეომარი რაც შეიძლება სწრაფად. ანუ ჩვეულებრივი ცხენზე ამხედრებული მისვლისთანაც ეტლზე შეეძლოთ გადაადგილება მომხდარიყო, ამიტომაც ნენელა დაკარგა ეტლმა თავისი მნიშვნელობა, საბრძოლო დანიშნულება ფაქტობრივად მან დაკარგა, ის ვეღარ უწევს წინააღმდეგობას იმ ჩამოყალიბებულ თქვა საბრძოლო ტაქტიკებს, რომლებიც ამ პერიოდში არსებობს, ვერც ფალანგასთან ვერ იბრძოლებს ის და ვერც ლეგიონთან ვერ იბრძოლებს და ასე შემდეგ. ანუ არ არის ის წარმატებული, ის არის ძვირადღირებული და გამოუსადეგარი ფაქტობრივად. ამიტომაც ის ამოვარდა
ბრძოლის ველიდან ქრება ბრძოლის ველიდან და შუა საუკუნეებში და ეს საერთოდ აღარ ხდება ამის შემდეგ ეტლი როგორც საბრძოლო დანიშნულების იარაღი. მაგრამ კავალერია, რომელიც ამ პერიოდში არსებობს, განსხვავდება ძალიან რაინდული კავალერიისგან რა ნიშნებით? ჩვენ ვიცით, რომ არ არის უზანგი. უზანგის არ არსებობა მიანიშნებს იმას, რომ კავალერიის ის დაჯახებით ძალა, თქვა და რაც ჰქონდა რაინდს, შოკური ტაქტიკა, რომ თქვა გამოქანებული რაინდი შუბით ხელში ეჯახება მოწინააღმდეგის რიგებს არ ღვევს და ის მყარად რჩება მაინც უნაგირზე, იმიტომ რომ უზანგები და უნაგირი აქვს მას და ამ პერიოდში კიდევ არ აქვს ანტიკურობაში. კავალერია არ აქვს ამ ტაქტიკით. ანუ კავალერია მართალია თქვა და იგი შუბსაც იყენებს, ხმარსაც იყენებს, ისარსაც ისვრის იქიდან ცხენიდან, მაგრამ კავალერიას არ შეუძლია იმხელა დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს ეს შოკური ტიპის ტაქტიკა განახორციელოს, როგორც თქვა რაინდ შეეძლო. ამიტომაც ცხენოსანი ჯარის მნიშვნელობა თქვენ ისედაც ვიცით, რომ ანტიკურობაში არის დაბალი. ანუ არც ერთ ომში, თქვა რომაულ ომებში, არც რომის კართაგენთან ომებში, თქვა მაკედონიის არ შემდეგ კავალერიას არ შეუსრულებია თითქოს გადამწყვეტი როლი. მაგრამ კავალერიას ჰქონდა ერთი უპირატესობა, რომ ის იყო სწრაფი. ანუ ეს მხედარი მართალია მყარად არზის ისე უნაგირზე და არ შეუძლია თქვა იქიდან რომ გადაურბინოს მოწინააღმდეგეს და ანუ ერთი მუქი იყო და მეორე მძიმე, ანუ მეტი განსხვავება არის, ხო? კავალერიის სახეობებს შორის კავალერიაში კავალერია და რაინდი, ანუ იმით განსხვავდებოდა, რომ რაინდი იყო მძიმე კავალერია? არა, რაინდი არის მხედარი პროფესიონალი ცხენოსანი, რომელიც ზის თქვა მყარად ცხენზე უზანგებში აქვს ფეხი გაყოფილი, უნაგირზე ზის და არის დაახელოვნებული იმაში, რომ რაინდების კავალერია შეუძლია მასიური შეტევა, შოკური შეტევა მოახდინოს მოწინააღმდეგეს, გაარღვიოს მისი რიგები. მაგრამ ანტიკურ მხედრობას, რომელიც არ არის ასეთი ძლიერი, ანუ არა მას უზანგი არა აქვს, უნაგირი, ის უფრო ცხენზე ზის ისე, რომ თქვა მისი გადმოგდება იქიდან შედარებით ადვილია ამ შემთხვევაში, ამხელა ძალა ჯერაც არ გააჩნია. მართალია ის სწრაფი გადაადგილების საშუალებაა ცხენი თქვა ბრძოლაში სწრაფად შედის და ეს მხედრები ძალიან მიჩვეულები იყვნენ სხვადასხვა ამ უზანგის და უნაგირის გარეშე ბრძოლას, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ვერასოდეს ამ კავალერიას ეფექტურად, ისე ეფექტურად, როგორც იყო თქვა იგივე რაინდი და როგორც იყო სხვადასხვა აი შუა საუკუნეებში იგივე მონღოლი მხედარი. ჩვენ კი ჰუნები ვიცით ანტიკურ ხანაში, პართიელები ვიცით, ვინც აი თქვენ ხედავთ აი სურათზე, როგორ ისვრის იმას, ისარს ცხენიდან, ანუ ცხენოსანი მოისარია ის ისვრის სწორედ ისე რომ არ აქვს სხვადასხვა უზანგი თავის დროზე არ ქონდათ ამ მეომრებს, მაგრამ დროთა განმავლობაში რაც გაჩნდა უზანგი, რასაკვირველია, ცხენოსანი მოისარეც გაძლიერდა ბრძოლის ველზე, რაინდიც გაძლიერდა და ამიტომაც არის რომ შუა საუკუნეებში კავალერიამ აიღო ხელში ინიციატივა, ხოლო ანტიკურ ხანაში არ იყო ცხენოსანი ჯარი ასეთი ძლიერი, მას ჰქონდა გარკვეული დანიშნულება რასაკვირველია, მაგრამ ცხენოსანი ჯარი არ იყო ბრძოლის ველის ბატონი. აი ეს ცხენოსანი ჯარის გაბატონება სწორედ უკავშირდება უზანგის და უნაგირის შემოსვლას. მართალია აღმოსავლურ საზოგადოებაში ვიცით რომ თქვა ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ეს ცხენოსანი ჯარი, მაგრამ იგივე სხვადასხვა გამოჩნდა ძალიან კარგად იგივე ბერძენ-სპარსელთა ომებში, ალექსანდრე მაკედონელისა და სპარსელების ომებში და სხვადასხვა ამ დაპირისპირებებში, რომ კარგად ორგანიზებული და დაცული ქვეითთა წყობა მაინც იყო წამყვანი ძალა ბრძოლის ველზე და მას ვერანაირი ცხენოსანი ჯარი ვერ შეცვლიდა. სხვადასხვა თავის დროზე, როდესაც ევროპაში კვლავინდებურად დაიწყო ქვეითი ჯარების ჩამოყალიბება, პროფესიონალურად გაწვრთნა, კვლავინდებურად ქვეითი ჯარი ისევ გადმოვიდა პირველ პლანზე და ცხენოსანი ჯარი მეორე პლანზე. ანუ გარდა იმისა, რომ თქვა ცხენოსანი არ არის ანტიკურობაში ისეთი ძლიერი როგორც შუა საუკუნეებში, ქვეითი ჯარი მაინც ყველა შემთხვევაში კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალურად მომზადებული ქვეითი ჯარი მაინც აღემატება როგორც თლიანი თქვა რაზმი თქვა ცხენოსნებს. ანუ შეიძლება თქვა ერთი ერთზე მხედარი რაინდი უმკლავდებოდა უფრო მეტ მეომარს, მაგრამ როგორც საბრძოლო წყობა ქვეითი ყოველთვის აღემატებოდა იგივე როგორც რაინდებს, ისევე თქვა ანტიკურობაში ფალანგა აღემატებოდა იგივე იმ დროინდელ თავის დრო პერიოდის ცხენოსნებს. ამიტომაც შუა საუკუნეებსა და ანტიკურობას შორის სამხედრო საქმეში როცა ვავლევთ ჩვენ პარალელებს ან განსხვავებებს პოულობთ, ერთი არის ის, რომ კავალერია ანტიკურობაში არის უფრო სუსტი და ნაკლები დანიშნულება, უფრო მცირე დანიშნულება აქვს, შუა საუკუნეებში არის კავალერიის მნიშვნელობა გაზრდილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ორივე დაბალანსდება ქვეითი ჯარით. ანუ ანტიკურობაში ქვეითი ჯარი არის ბრძოლის ველის ბატონ პატრონი, შუა საუკუნეებში არ არის, მაგრამ გახდება.
და როცა გახდება ქვეითი ჯარი ბრძოლის ველის წამყვანი ძალა, შუა საუკუნეებით თავდება ფაქტობრივად ამ პერიოდში უკვე იწყება ახალი ერა. ამიტომაც აი თითქოს შუა საუკუნეებში არის რაღაცა ჩავარდნა ქვეითი ჯარის ტაქტიკასა და მის განვითარებას შორის და შემდეგ ის კლავინდებურად იწყებს განვითარებას ცეცხლსასროლ იარაღის შემოსვლასთან ერთად. ანუ ქვეით ჯარს ჭირდება რაღაცა ახალი, ამ შემთხვევაში ახალი ტიპის ტაქტიკა, ახალი ტიპის იარაღი, რომელთაც ის დაუპირისპირდება კლავინდებურად ცხენოსას და გააძევებს მას ბრძოლის ველიდან. ამიტომაც საერთოდ შუა საუკუნეებს ხშირად უწოდებენ ხოლმე age of chivalry, ანუ ცხენოსნობის, რაინდობის პერიოდს. ამ სწორედ აი იმის გამო ეწოდება, რომ რაინდი არის წამყვანი ძალა, ის არის ბრძოლის ველის ბატონ პატრონი. როგორც კი რაინდი დასრულდა, შუა საუკუნეების ეპოქაც, ან სწორედ ის რაღაცა არისტოკრატიის ბატონობა, ფეოდალის ბატონობა იმასთან ერთად სრულდება. აი ამიტომაც არის რომ სამხედრო საქმე პირდაპირ არის მიბმული იმ დროინდელ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე. ანუ სამხედრო საქმესთან ერთად მიყვება ეს ყველაფერი ერთიანობაში ვითარდება და არა თქვა მარტო ცალკე იარაღი და ცალკე თქვა ჯარის რომელიმე სახეობა და საზოგადოება. საზოგადოების სახეა პირდაპირ ჯარი. და სწორედ აი ამიტომაც აღნიშნავდა შემდგომ პერიოდში კლაუზევიცი, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა სახეობით. ან მართალია ეს, იმიტომ რომ რა საზოგადოებაც არის და რა გადაწყვეტილებებსაც ის იღებს და რა мотиваციაც აქვს, ჯარიც იმის შესაბამისად არის განვითარებული. აი ჩვენ რო გადავართ იგივე მე-15 საუკუნის იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებზე, იქ ძალიან კარგად ჩანს სხვადასხვა ადგილობრივი ტიპის არმიები, რომლებიც არ არის საერთოდ არ გამოყავთ ამათ არმიები, მათ ყავთ მოქირავნე კონდოტიერები. და შემდეგ თქვა ნიკოლო მაკიაველი როგორ აკრიტიკებს ამ კონდოტიერებს და მიიჩნევს, რომ თქვა ეს მოქირავნე ჯარი არ არის ნამდვილი ჯარი, ის არაფერ კარგს არ მოუტა სახელმწიფოს და ასე შემდეგ. მაგრამ მეტი გზა არ აქვს ამ ქალაქებს, იმიტომ რომ იცით რომ შუა საუკუნეების საზოგადოებაში, სადაც თქვა ფეოდალური წყობა განვითარებული, იქ რაინდია მეომარი, მაგრამ საქალაქო საზოგადოებაში მეომრები არ არიან. ისინი ქირაობენ მეომრებს, მათ სამგოდ ფული აქვთ. და აი სწორედ ამ ფული იტალიურ სახელმწიფოებში არსებული სიმდიდრე უბიძგებდა ძალიან ბევრ მოქირავნე მეომარს, რომ ჩასულიყო და შემდეგ გამხდარიყო პროფესიონალი მეომარი. ამიტომაც დაწყებული ანტიკურობიდან ნავთარებული თქვა თანამედროვე ეპოქით ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცა საერთო ყველა ეპოქა შეგვიძლია ვიპოვოთ გარკვეული საერთო, გარკვეული ფორმულა, მაგრამ იმის გარდა ძალიან ბევრი რაღაც ხდება, ძალიან ბევრი ცვლილება ხდება და ძალიან ბევრი განსხვავებაა ამ ყველა სხვადასხვა სივრცეებს შორის. ამიტომაც ახლა ჩვენ რომ მივყვებით სხვადასხვა პერიოდს, ნახავთ იგივე შუა საუკუნეებში, იგივე ახალ პერიოდში, უახლეს პერიოდში ეს რაღაცა საერთო ფორმულა ყველგან გვექნება, იგივე რომ თქვა ქონდა ანტიკურობაში ქვეითი ჯარის ბატონობა, შუა საუკუნეებში ქონდა კავალერიის ბატონობა, თქვა მე ახალ პერიოდში გვექნება რაღაცა საერთო ტიპის ტაქტიკა და ასე შემდეგ, ეს საერთო ნიშნები ყველა პერიოდს აქვს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი სახესხვაობა ვიპოვოთ, ძალიან ბევრი განსხვავება ვიპოვოთ და ძალიან ბევრი სიახლეები ვნახოთ კიდევ ამას გარდა, კიდევ რაც არსებობს ამ პერიოდში. აი ამიტომაც არის რომ საფუძვლიანი შესწავლას მოითხოვს თითოეული პერიოდის სამხედრო საქმე და შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინოთ დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ ვიპოვოთ ისეთი, რაზეც თქვა თავის დროზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. ანუ თავის დროზე ძალიან პრიმიტიულად განიხილებოდა უფრო ეს სანამ დაიწყებოდა სამხედრო ისტორიის შესწავლა და განვითარება და მე ძალიან ბევრი ნიშანი აღმოჩნდა სამხედრო ისტორიაში, რამაც შეცვალა მეტნაკლებად წარმოდგენები იგივე ანტიკურ სამხედრო საქმეზე, შუა საუკუნეებზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება კიდევ გადავიდეთ ადრეულ შუა საუკუნეებს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საზოგადოებაზე, ეს არის სკანდინავიელი მეომრები, ეგრეთ წოდებული ვიკინგები, ნორმანები, ვარანგები, სხვადასხვა სახელით მოხსენიებული ევროპაში. აი ვიკინგები სწორედ რომელიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ევროპაში არიან თითქოს ბოლო ტალღა იმ ბარბაროსთა შემოსევების, იმ დიდი ხალხთა დიდი გადასახლებისა, რომელიც თავის დროზე თქვა ევროპა მოიცვა, რომის იმპერია გაანადგურა. ამჯერად ეს ვიკინგები, რომელიც არიან ძალიან მცირე რიცხოვანი საზოგადოება, მაგალითად ამ პერიოდში დემოგრაფიული მდგომარეობა რომ განვიხილოთ სკანდინავიისა, დაახლოებით თითოეულ სახელმწიფოში, ან შვედეთში, ან ნორვეგიაში ცხოვრობს 250,000-დან 500,000 კაცამდე. თითოეულ სახელმწიფოში, მეტი არა. აი ამიტომაც აქედან გამოსული ეს მცირე რაზმები თითქოს რომლებიც აი ასეთი მცირე საზოგადოების ნაწილები არიან, ძალიან დიდ როლს ასრულებენ იმდროინდელი ევროპის ისტორიაში და სხვადასხვა აი სხვადასხვა ბევრი მიზეზი აქვს ამას თუ რატო ხდება ასე. თქვა ჩვენ ვიცით რომ ვიკინგებმა მოიცვეს იმდროინდელი ევროპა. ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისი, დააარსეს იქ თავიანთი სახელმწიფოები, შემდეგ თქვა ნორმანდიის საჰერცოგო შექმნეს, შეიჭრნენ ხმელთაშუა ზღვაში, იქ ხმელთაშუა ზღვაში სიცილიისა და სამხრეთ იტალიის სამეფოები ჰქონდათ, კიევის რუსეთი დააარსეს, ნოვგოროდი და ასე შემდეგ. ანუ მთელი ეს სივრცეში მოძრაობენ ეს მეომრები, ვიკინგები, მაძიებლები, მოგზაურები, რომლებიც რაღაც ახალს ეძებენ
სიახლეს ეძებენ წყაროს, არსებობის წყაროს და ბუნებრივია ძალიან ბევრი შეცვლას ახერხებენ. იმიტომ რომ მათი თავდასხმები, მათი მოულოდნელი შემოტევები, მათი სამხედრო უნარები და საზღვაოსნო უნარები ძალიან თქვა რაღაც სიახლის მომტანი იყო, რაღაცა განსხვავებული იყო ევროპისთვის, მოულოდნელობის ეფექტი გააჩნდა ამ ყველაფერს და ამან ყველაფერმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ამ სკანდინავიელ მეომრებს. ამიტომაც ეს თქვენ ხედავთ სხვადასხვა იმას სახით არიან ისინი და სხვა სახელებით მოიხსენიებიან სხვადასხვა სივრცეში. აი მაგალითად ვიკინგები არიან ისინი თქვა სკანდინავიისთვის და თქვა იგივე ჩრდილოეთ ევროპისთვის არიან ნორმანები ფრანგებისთვის და ზოგადად დასავლეთ ევროპისთვის არიან ვარანგები შავი ზღვისპირეთისთვის ბიზანტიის იმპერიისთვის და აი ამ სივრცის იგივე ქართველებისთვისაც კი, იმიტომ რომ ვარანგების სახელწოდება და ვარანგი მეომრები საქართველოშიც იყვნენ ცნობილები, ვინაიდან ბაგრატ მეოთხის ლაშქარშიც ისინი იბრძვიან მე-11 საუკუნეში. ამიტომაც აი ვიკინგების თქვა საბრძოლო სტილმა, მათმა საზღვაოსნო საქმემ და ყველაფერმა ერთად მოიტანა აი ადრეული შუა საუკუნეებში ის თქვა დამახასიათებელი ნიშნები, რამაც სხვადასხვა აი ბნელი ხანის გარდა ამ პერიოდს შეუწოდებენ ვიკინგების ეპოქასაც, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არის სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, რომელსაც არ შეხებიან ვიკინგები, რომელშიც რაღაც ცვლილება არ შეუტანიათ. ანუ ძალიან დიდი როლი ითამაშეს მათ დასავლეთ ევროპის განვითარებაში. აი მათი საზღვაო საქმე, თქვენ ხედავთ ხომალდებს, ვიკინგების ხომალდებს, რომლებიც ისინი მოძრაობენ თელ ამ სივრცეში, არ ეშინია თქვა გადაადგილებისა, მოუტანა ვიკინგებს წარმატება. ანუ ევროპული საზოგადოება, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში ჩაკეტილი საზოგადოება, ნაკლებად გადის საზღვრებს გარეთ, თქვა სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა საერთოდ არ იცის რა ხდება ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრის რადიუსზეც კი. და სხვადასხვა ეს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ფრანგ ისტორიკოს ჟაკ ლეგობს, როდესაც ის საუბრობს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპულ საზოგადოებაზე. და სწორედ აი ვიკინგები იყვნენ განმასხვავებლები, ამ თვალსაზრისით იყვნენ განსხვავებულები. ისინი მოდიან რაღაცა სივრციდან, მოდიან არ ეშინიათ რაღაცა სიახლის მიღება, ისინი ხდებიან წარმოგიდგენთ რამხელა მანძილს ფარავენ თავიანთი ხომალდებით, ჩადიან ინგლისში, ჩადიან თქვა საფრანგეთში, ესპანეთში და ამ სივრცეში მოძრაობენ თავიანთი ხომალდებით. მათი რიცხოვნობა არის მცირე, რამდენიმე ასეული კაცი არის. უმეტეს შემთხვევაში მათ დიდ არმიებში, შემთხვევაში კიდევ უფრო მცირე რაზმებიც კი, აი შესაძლოა ისტორიკოსი ჯონ კიგანი მიიჩნევდა, რომ ვიკინგთა თავდასხმები მართალია კი ისინი ძლიერი მეომრები იყვნენ, კარგად იყო განვითარებული მათთან მეტნაკლებად ეს ადრეული შუა საუკუნეების სამხედრო საქმე, мотиваციაც ჰქონდათ და ის მრიცხანებაც ჰქონდათ და საბრძოლო სულისკვეთება რაც თქვა საჭირო იყო იმისთვის, რომ წარმატება მიეღწიათ, მაგრამ მათი უმეტესი წარმატების ნიშანი სწორედ იყო აი საზღვაო საქმე, იმიტომ რომ ისინი მოულოდნელობის ეფექტს იყენებდნენ, ისინი გადაადგილდებოდნენ ხომალდებით, მიადგებოდნენ ნებისმიერ სანაპიროს, იმიტომ რომ მათი ხომალდები არის ბრტყელძირიანი. ვიკინგების ხომალდებს აქვთ ერთი უპირატესობა, რომ ნებისმიერ სანაპიროზე შეუძლიათ რომ მივიდნენ. ანუ ბრტყელძირიანი გემები ყავთ ვიკინგებს და შეუძლიათ რომ შეცურონ ისეთ ყურეებში, სადაც თქვა დიდი ხომალდი ვერ შევა. ამიტომაც აი ინგლისი, რომელსაც არ აქვს სხვა შორის მაინც და მაინც კომფორტულად მისადგომი სანაპიროები, უმეტეს შემთხვევაში კლდოვანი და მიუდგომელი სანაპიროებია, სწორედ აი ვიკინგებმა ძალიან ადვილად დაიკავეს თავიანთი ხომალდებით. ისინი გადადიან, ცხენებიც ყავდათ ხშირად თავიანთი გემებში ჩასმული, ცხენიდან ამხედრებული ვიკინგები შემდეგ ახლო ტერიტორიებს თავს ესხმოდნენ, მაგრამ ქვეყნის სიღრმეში შეჭრა ვიკინგებს უჭირდათ. შესაძლოა ეს კარგად გამოჩნდა ინგლისში, აი შესაძლოა ვესექსის მეფე თქვა და ალფრედის კამპანიებში ვიკინგების წინააღმდეგ, როცა ბრძოლის ველზე ინგლისელები თითქმის ყოველთვის ამარცხებენ ვიკინგურ არმიებს. ბრძოლის ველზე, გაშლილ ბრძოლის ველზე ინგლისელები ჯობნიან ვიკინგებს, მაგრამ ვიკინგს აქვს უპირატესობა, რომ სანამ თქვა ის ფეოდალური ლაშქარი დაიწყებს შეკრებას და გამოვა ბრძოლის ველზე, ის უსწრაფად მოვიდეს გემებით და შეიძლება ამ მცირე რაზმმაც კი იმხელა წარმატებას მიაღწიოს, რომ მეფე ჩაიგდოს თვითონ ხელში, ან დედაქალაქი აიღოს ან ასე შემდეგ. და ხდებოდა კიდევაც ის იმდროინდელ ინგლისში. ვიკინგების უპირატესობა ეს ისწრაფე მოულოდნელობა და ის ეგრეთ წოდებული მათი საბრძოლო სულისკვეთება, რაც გქონდათ წარმართ ვიკინგებს თქვა შორის ამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით, ანიჭებდა მათ გარკვეულ უპირატესობას და სწორედ ამ უპირატესობის დახმარებით მათ შეძლეს იმდროინდელ ევროპაში მდგომარეობის შეცვლა. მოდი ახლა ამ თემაზე ძალიან არ გავჩერდეთ, ერთ ვიდეოს გაყურებინებთ, ეს არის ფარების კედლების ბრძოლა, იმიტომ რომ ფარების კედელი ჩვენთვის არის ესეთი მნიშვნელოვანი თემა შუა საუკუნეების სამხედრო საქმეში და მინდა რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით როგორ ხდებოდა. ეს არის ერთ-ერთი ისტორიული სერიალიდან უკანასკნელი სამეფო.
კარგად ჩანს აქ ბრძოლის ხასიათი, მეტნაკლებად ხა ფარების კედელი ცოტა ფანტაზიითაც არის გაკეთებული. ნამეტარი მოუვიდათ ამდენი რიგიანი ფარების კედელი. ეს ხალები მართლა იბრძოდნენ ვიკინგების იმებში, ჯარებში? რაღაც ხაპარი არის. ვინები? ან ქალები მართლა იბრძოდნენ. სხვადასხვა არის ვიკინგურ მეებში, საგებში, ეგრეთ წოდებული shield maiden-ებს რო უწოდებენ. ანუ იმიტომ არ წარმოვიდგენია რომ ქალმა რამე ფიზიკურ კონფრონტაციაში რამე წინააღმდეგობა გავუწიოს. ხო, ანუ ხშირ შემთხვევაში ესენი იყვნენ უფრო ადგილობრივი, თქვა იმ იარლების და ამ შემდეგ შთაუმავლები, ქალიშვილები და ისინი რომლებიც თვითონ უძღვებოდნენ ხშირად ამ ბრძოლაში მეომრებს, თუმცა ეხლა რასაკვირველია მასიური სახე ამას არ ქონდა, თუმცა ინდივიდუალები არსებობდა. რასაკვირველია ამ საზოგადოებაში ეს ცნობილი არის ვიკინგთა საგებიდანაც, ისტორიული წყაროებიდანაც და არ არის თლად თქვა გასაკვირი, განსაკუთრებული ანუ ვარაუდობ რომ ეს უფრო მეტად სიმბოლური ხასიათის იყო ვიდრე პრაქტიკული. მომზადებაზე და აღზრდაზეა, თორე რა შუაშია ხა ქალები მონაწილეობდნენ ომებში, მაგრამ რასაკვირველია ის იშვიათობა იყო. მე გულისხმობ ანუ ფიზიკურ ბრძოლას, ანუ აი თვითონ ბრძოლა. ხო, მაგრამ ხა სპორტსმენი აი რამე მაგალითად MMA-ის მოჩხუბარი ქალი რო დაგიყენონ, ხა თუ არაფერი გამოცდილება არ აქვს, დამიჯერე კაცი რო ხარ ეგ არ გიშველის მარტო. ზადდებოდნენ ისინი. ანუ კაცის მეტი კუნთური მასა აქვს ერთიდან, ანუ უფრო დიდებიც არიან. კუნთური მასა რა შუაშია ხმალი როცა გიჭირავს ხელთან. ბრძოლისთვის ასაკვირველია, ეხა ნალაჭიტია. იმიტომ რომ აქ ძირითადად ამ შემთხვევაში ფარების კედელი ძირითადად იყო აგებული იმ პრინციპზე, რომ უნდა მიწოლოდნენ და ხდებოდა ჩემი აზრით უფრო აი ჰოლივუდური ფილმების ბრალია, რომ ძველი მეომრები ისე არიან წარმოჩენილები, რომ აი ცარელა კუნთები იყვნენ და რაღაც კუნთი არაფერ შუაში არ არის, მით უმეტეს ანუ ის გაკლდება, მოძრაობა გაკლდება, ანუ ხმალი გარდა გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ძველი ადამიანი, ანუ იგივე მე-20 საუკუნემდელი ადამიანი ფიზიკურად გაცილებით უფრო პატარა იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანი. სიმაღლის სხვაობა, წონის სხვაობა არის უზარმაზარი. თქვა დაწყებული იგივე შუა საუკუნეების ადამიანსა და თანამედროვე შორის. ყველაზე დიდი და მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, სადაც მეტრა 80-მდე რო აღწევდა სიმაღლეში, ეს ითვლებოდა გოლიათად თავის დროზე. ანუ როცა აღწერილია იგივე ნაპოლეონის არმიაშიც კი, რომ ნაპოლეონის გვარდია მაგალითად ითვლებოდა, რომ მეტრ 76-ზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო გვარდიის მეომარი და ძალიან იშვიათად აგროვებდნენ ასეთ მეომრებს, ხოლო რომის იმპერიაში თავის დროზე როცა საშუალო სიმაღლე განსაზღვრეს, რომ უნდა ყოფილიყო მეტრა 57-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო ყველა ვარიანტში მამაკაცი, არმია თითქმის გაუნახებდა რომის იმპერიას ამ პერიოდში, იმიტომ რომ იმ დროელი საზოგადოება არ იყო იგივენაირი, რაც არის დღეს. ანუ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა. თქვენ რომ ნახოთ იგივე უნიფორმები, რომლებიც შემორჩენილია ძველი დროიდან, აბჯარი და საჭურველი და შემდეგ, იმდენად მცირეა, რომ თანამედროვე, ანუ თქვა ძლიერი მამაკაცისთვის ის არის, არ ვიცი, ფეხზე არ ჩაუვა ალბათ ის აბჯარი და აღჭურვილობა, რაც იმ დროს ადამიანს თლიანად ემოსა. ან იგივე ვატერლოოს ბრძოლის უნიფორმები რომ ნახოთ, რომლებიც ინახება ბელგიაში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი 2015 წელს ვატერლოოს 200 წლის თავზე, ეს უნიფორმები და იერარქია ეს ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია ერთი შეხედვით. ამიტომაც აი როცა წარმოვიდგენთ ხოლმე შუა საუკუნეების ომებს, ჰოლივუდური ფილმები ძალიან ძნელია მათი წარმოდგენა, იმიტომ რომ ფიზიკური პარამეტრები, იგივე мотиваცია ადამიანების დამოკიდებულება ომისადმი ეს ყველაფერი არის გაცილებით განსხვავებული და რასაკვირველია ომის სახეც იქნებოდა რასაკვირველია განსხვავებული. აი რაც შეეხება ანუ გამოდის რომ ეს სუფთა ლეგენდა ყოფილა ეს მეფე დუსანის და ვახტანგ გორგასლის რასაკვირველია. ზოგადად ვახტანგ გორგასლის ეს ჯუანშერისეული ტექსტი თავიდან ბოლომდე არის სპარსული ეპოსი და ნასაზრდოები. ანუ ძალიან მასში არის ნიშნები როგორც შაჰნამესი, ასევე არის ძველი სპარსული სხვა ეგრეთ წოდებული ტექსტების, მეფეების ტექსტების მსგავსი. ანუ იქ ყველა მეფე სპარსეთში ითვლება რომ არის გოლიათი, არის ბუმბერაზი, იბრძვის რაღაც უზარმაზარი მახვილით, ხელით აღჭობს ლომს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გაიდეალიზება, რასაკვირველია, ეს არის ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურისთვის მეტად დამახასიათებელი სტილი. ამიტომაც რასაკვირველია ჩვენ ეს პირდაპირ არ უნდა მივიღოთ, რაც ტექსტში წერია, ამას თავისი წყაროწოდნეობითი საფუძველი აქვს. ამიტომაც არის რომ თქვა საქართველოში მე ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას განსაკუთრებულად ეს წყაროწოდნეობის განვითარებას, იმიტომ რომ წყაროწოდნეობა თუ როგორ უნდა წაიკითხო წყარო, როგორ უნდა აღიქვა და როგორ აზროვნებს იმ პერიოდის ადამიანი, ეს არის უმთავრესი იმისთვის, რომ მიხვიდე მეტნაკლებად რეალობასთან, რომელიც გვაქვს ამა თუ იმ პერიოდში.
რაც შეეხება აი ჰასტინგსის ბრძოლას, აი ჰასტინგსის ბრძოლა არის საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ რაზეც გაჩვენეთ და ვისაუბრეთ, ეს იყო ფარების კედელი ამ შემთხვევაში, შილდუონ, რომელიც დაუპირისპირდა ახალ რეალობას, ეს არის რაინდული კავალერია. აი ნორმანები განსხვავებით ფრანკებისგან, ნორმანები არიან თვითონ ვიკინგების შთამომავლები, მაგრამ მათ აითვისეს და შეისწავლეს ის თქვა და ადგილობრივი საფრანგეთში არსებული სამხედრო სტილი, აღჭურვილობა, თქვა იგივე ცხენზე ბრძოლის მეთოდები და ასე შემდეგ, რომელიც აქ არსებობდა და ეს ჩამოყალიბდა ძალიან მრისხანე ძალად, იმიტომ რომ ვიკინგები, რომლებიც მანამდე თქვა მარტო ფარების კედელში იბრძვიან, ქვეითად იბრძვიან, ახლა ხდებიან ცხენოსნები ფაქტობრივად და მათ უკრავინდებურად აქვთ ის საბრძოლო мотиваცია, შესაძლებლობები, რაც მანამდე ჰქონდათ და ამჯერად იყენებენ მას სხვა ტაქტიკაში. ეს არის რაინდთა მასიური შოკური დარტყმითი ტაქტიკა, რომელიც აი ნორმანი მხედრებისთვის იყო დამახასიათებელი. ისინი არიან მძიმე აღჭურვილები, ისინი ცხედან ცხენებზე, რომლებიც არის უნაგირი და უზანგი, მათ აქვთ გრძელი საბრძოლო შუბი, ეგრეთ წოდებული lance, როგორც ინგლისელები უწოდებენ მას, ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი იმ დროისათვის და ნელ-ნელა ასეთი ტიპის კავალერია ცვლის ბრძოლის ველზე რაინდის უპირატესობა ხდის ძალიან აშკარას. აი თუნდაც ჩვენ თუ წარმოვიდგინოთ იგივე ჯვაროსნული ომები და შემდგომ პერიოდი, ნორმანი რაინდი, რომელიც ყალიბდება აი სწორედ აი ამ პერიოდში, უილიამ დამპყრობლის პერიოდში, როდესაც ისიპყრობს ინგლისს, არის ბრძოლის ველის ბატონ პატრონის სულ მცირე 2 საუკუნის მანძილზე. ნორმანი იბრძვის ვიკინგთა ჯარში, ნორმანი იბრძვის იგივე ვიკინგთა, ბიზანტიის ჯარში უფრო სწორად, დაქირავებული სახით იბრძვის თქვა ჯვაროსანთა არმიებში, იპყრობს უზარმაზარ ტერიტორიებს აღმოსავლეთში, ანუ ის არის ბრძოლის ველის ბატონ პატრონი ამ მთელი ამ 2 საუკუნის 11-12 საუკუნეების განმავლობაში. ხოლო შემდეგ უკვე მე-13 საუკუნიდან იწყება ის კლასიკური რაინდული პერიოდი, როცა თქვა ის ნორმანი რაინდის გარდა ბრძოლის ველზე ჩდება თითქმის მთელ ევროპაში მსგავსი კავალერია, მძიმე აღჭურვილობა, რაინდული ისინი შემოდის თქვა ტურნირები, შემოდის რაინდული კავალერიის თქვა ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ტიპის ტაქტიკები, ის ხდება პროფესიონალი მეომარი ბრძოლის ველზე და უკვე მე-14-15 საუკუნეებამდე ფაქტობრივად როდესაც იწყება პროფესიონალი მოქირავნე არმიების გამოყვანა ბრძოლის ველზე, რაინდი არის აბსოლუტურად ბატონ პატრონი ბრძოლის ველის. აი ჰასტინგსის ბრძოლაში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ შეძლეს ამ მხედრებმა ფარების კედლის გარღვევა და ინგლისელების დამარცხება. ფაქტობრივად მათ ეს ტაქტიკურად მოახერხეს უფრო, იმიტომ რომ ინგლისელები იდგნენ ძალიან კარგ პოზიციაზე ჰასტინგსთან, ჰაროლდის პოზიცია იყო მაღლობზე, ეს იყო ფარების კედელი, რომელსაც თავდაპირველად ვერაფერს ვერ უხერხებდნენ მხედრები, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ თქვა უილიამ აჯობა როგორც სტრატეგიული თვალსაზრისით, ანუ მან მოახერხა ჩამოტყუება ამ ქვეით დაწყობისა დაბლობზე და ამავე დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ნიშანი, იმიტომ რომ შუა საუკუნეების დამახასიათებელი, რომ მარტო ერთი სახეობის ჯარით ბრძოლის მოგება, მით უმეტეს გაშლილ ველზე არის ძალიან რთული. უილიამს ყავს მშვილდოსნები, ყავს ქვეითები და ყავს ცხენოსანი, თქვა და იგივე რაინდები. ამიტომაც ამ სამი სახეობის ჯარის კომბინაციით რასაკვირველია ის უფრო დიდ უპირატესობას იღებს მოწინააღმდეგეზე, თქვა და იგივე მშვილდოსნება ძალიან დიდი როლი შეასრულეს ჰასტინგსის ბრძოლაში, თვითონ მეფე ჰაროლდიც კი სწორედ მშვილდოსანმა მოკლა, თვალში მოარტყა ის არის და ის ძალიან კარგად ჩანს ბაიოს გობელენზე, რომელზეც აი ერთ-ერთი გამოსახულება თქვენ ხედავთ ახლა, ეს არის ბაიოს გობელენი, მე-11 საუკუნეში შედგენილი დამზადებული გობელენი, რომელიც ნორმანებმა გააკეთეს, ეპისკოპოსმა ოდომ შეუკვეთა და ეს არის ძალიან გრძელი და აღწერილი არის თელ ამ გობელენზე არის ფაქტობრივად კომიქსის სახით არის მოცემული, თუ როგორ დაიპყრეს ინგლისი ნორმანებმა. ძალიან საინტერესო გამოსახულებაა. შემდეგ სამხედრო ისტორიის ბლოგზე მოგცემთ მე ლინკით, იქ აქვს გაკეთებული თლიანი ამ გობელენის აღწერა და ამ ტექსტების ახსნა თავიდან ბოლომდე ნათარგმნი. ესენიც ვიკინგები იყვნენ, ანუ მეორეჯერ. ეს ვიკინგები არიან, სწორედ ნორმანები, ანუ ვიკინგების სახელები, რა სახელებით იცნობთ? ვიკინგები, ვარანგები, ნორმანები და ასე შემდეგ, სხვა სახელებით, მაგრამ რეალურად ეს არის სწორედ ერთი საზოგადოების ნაწილები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ესენი არიან უფრო მეტად ასიმილირებული ფრანგებთან, მეტნაკლებად, ამიტომაც ხშირად ინგლისში და ზოგადად ისტორიკოსები ქრისტიანები არიან. ხო, გაქრისტიანებულები არიან, მე-11 საუკუნეში ფაქტობრივად იშვიათად იყო დარჩენილი წარმართი ვიკინგის ადმე ამ სკანდინავიაში უკვე ქრისტიანობაა შესული, ვარანგები, რომლებიც იმპერიის გვარდიაში მსახურობენ, ასევე ქრისტიანები არიან და რასაკვირველია ნორმანებიც, რომლებიც ამ პერიოდში უკვე
წარმოადგენენ შუა საუკუნეების ევროპული ფეოდალური საზოგადოების ნაწილს, ასევე უკვე გაქრისტიანებულები არიან. ამიტომაც პრინციპში ამ პატარა ვიდეოს გაყურებინებთ ახლა Hastings-ზე და შეგვიძლია დღეს ლექცია დავამთავროთ და შემდეგზე გავაგზავნოთ, თორე ძალიან გაგვეწელა და ერთი ზუსტი. აი რამდენიმე ნიშანი რაც Hastings-ის ბრძოლას ახასიათებს, კარგად იყო გამოკვეთილი ამ მასში ვიდეოში, აი ორივე არმიას ჰქონდა დაახლოებით ერთნაირი შეიარაღება, როგორც გვეუბნება, ძალიან კარგი აღნიშვნა, იმიტომ რომ რეალურად არ განსხვავდებოდა შუა საუკუნეების ევროპული აღჭურვილობა ერთმანეთისაგან. ნორმანებს ყავდათ მოისრები, რაც ასევე ნიშანი იყო, ინგლისელები იბრძვიან ქვეითად, ფარების კედელით და აი ჰუსკარლებზე იყო კარგი მინიშნება მოცემული, აიცა ჰუსკარლები იბრძვიან აი სულებით ხელში, რომელიც არის ორივე ხელით იყენებდნენ ამ სულს. აი ჰუსკარლებს ძალიან დიდი დანიშნულება და მნიშვნელობა ჰქონდათ ამ პერიოდის ბრძოლებში, ინგლისელთა ბრძოლებში. ესენი იყვნენ პროფესიონალი მეომრები. ხოდაშორის ერთი სახელმძღვანელო არსებობს ინგლისის ისტორიის და ქართულში, სადაც ეწერა, რომ ეს ჰუსკარლები იყვნენ, რომ ეს ნაჯახიანი გლეხებიო და ნუ რაღაცა ეს არის რა ინგლისის მომგვრელი იყო ხოლმე ჩემთვის ყოველთვის, იმიტომ რომ ჰუსკარლი იყო პროფესიონალი გვარდიელი, მეფის ანგლოსაქსი მეფის გვარდიელი, რომელიც ბრძოლის ველზე თავარ როლს ასრულებდა და იყო დასაყრდენი ინგლისის მეფეებისა. თანაც გავითვალისწინოთ, რომ Hastings-ის ბრძოლაში ინგლისის მეფემ ვერ მოუყარა თავი მთელ არმიას, იმიტომ რომ ის მანამდე იბრძოდა ჩრდილოეთში ნორვეგიელების წინააღმდეგ, ნორვეგიის მეფე ჰარდრა და გადაჭდა იქ არმიით და სწორედ მასთან საომრად გაემართა ჰაროლდი, დაამარცხა თუ არა ჰარდრა და ის მოდის უკან მაშინვე, იმიტომ რომ უილიამი არის გადმოსული ამ დროს უკვე ინგლისში და ამიტომაც მას უხდება არმიის ნაწილის იქ დატოვება, მხოლოდ რაღაც ნაწილით წამოსვლა და ცდილობს სწრაფად მოაღწიოს და დაამარცხოს მოულოდნელობის ეფექტი გამოიწვიოს ნორმანებში, თუმცა ამას ვერ მოახერხებს, თუმცა არ ვიცით ჩვენ რა მოხდებოდა ამ ომში, თქვა ჰაროლდსო დაცრუდა, თქვა მთელი არმიით დაძრულიყო, შეეკრიბა ინგლისის არმია და დაპირისპირებოდა ნორმანებს ბრძოლის ველზე. თუმცა რაინდი არის ბრძოლის ველის ახალი ბრძანებელი, სწორედ აი ამ პერიოდიდან იგივე ნორმანთა კავალერია ასრულებს ძალიან დიდ როლს. მართალია ზოგადად ასეთი ტიპის ბრძოლები, როგორც Hastings-ია, იგივე ლეხფელდის ბრძოლა ვიცით კიდევ მსგავსი, რომელშიც ასევე გერმანულმა რაინდობამ დაამარცხა მომთაბარე უნგრელთა მადიართა ჯარი. ანუ თითქოს ეპოქას ერთ-ერთი სახეა, მანიშნებელია იმისა, თქვა რა იცვლება